ამ ვიდეოში მინდა ცოტა გავივარჯიშოთ ექსპონენციალური, ანუ იგივე მაჩვენებლიანი ჩანაწერების გადაყვანა გადმოყვანაში. ანუ რაღაც თქო ერთი სახით თუ არის ჩაწერილი, როგორ შეიძლება რომ სხვა სახით გადავწეროთ. აი მაგალითად რომ მქონდეს ახლა ესეთი გამოსახულება. 1/32 გამრავლებული 2 ხარისხად t-ზე, აი ესეთი გამოსახულება მაქვს და მინდა რომ გადავიყვანო აი ესეთი ჩანაწერის, გადავწერო ესეთი ჩანაწერის სახით. ან ასეთი სახით. a გამრავლებული b ხარისხად t გაყოფილი 10-ზე -1. შეიძლება კითხვა გაგიჩნდეთ, საერთოდ რა საჭირო არის ესე ლამაზად და მშვენივრად არის ჩაწერილი, რატომ უნდა გადავწერო 100? ერთის მხრივ შეგვიძლია ასე გავცეთ პასუხი, იმიტომ რომ კარგი ვარჯიში არის, სხვა თუ არაფერი, ხარისხების თვისებების გახსენებაში. გარდა მაგისა, კიდევ იმიტომ რომ შეიძლება ხშირად აღმოჩნდეთ სიტუაციაში, სადაც ასეთი ჩანაწერი გვჭირდება, იმიტომ რომ მაგალითად აი ქიმიას ან ბიოლოგიას ან ფიზიკას თუ უფრო ჩაუჯდებით და ისწავლით, შეიძლება მანდ შეგხვდეთ. რომ აი ზოგჯერ შეიძლება ასეთი ჩანაწერი დაგჭირდეს, იმიტომ რომ უკეთ აღწერს ეს პროცესს, რაღაც კონკრეტულ ინფორმაციას უკეთ გვაძლევს. ასე რომ მოდი ახლა შევეცადოთ ჩვენ და აი ეს ჩანაწერი, ბოდიში, ეს ჩანაწერი გადავწეროთ აი ასე. პირველი რას ვუზამ ახლა? ავდგები და მივხედავ t-ს, ანუ ხარისხს. აქ მაქვს t, აქ მაქვს t-1. იმისთვის რომ მე მივიღო t-1 t-დან, რაღაცნაირად უნდა შევცვალო ეს. მოდი ავდგები და ესე შევცვლი. ჯერ ამ კოეფიციენტს გადმოვწერ, ესე იგი, მექნება 1/32 გამრავლებული 2 ხარისხად და ახლა მოდი t-1 რომ გამიჩნდეს, ამას გავამრავლებ და გავყოფ 10-ზე. ამიტომ მექნება 10 გამრავლებული t-ზე გაყოფილი 10-ზე. აი ესე. ან მოდი საწყის ფერს დავუტოვებთ ეს მაინც, რომ ჩანდეს რომ ეგ არ შემიცვლია. აი ესე. ესე იგი, გავამრავლე და გავყავი უბრალოდ 10-ზე, მეტი არაფერი არ მიქნია. ახლა ესეთი თვისება გავიხსენოთ. თუ მე მაქვს a ხარისხად b ხარისხად c. ეს რა არის? ეს არის იგივე რაც a ხარისხად b ჯერ c, ხო? ანუ უბრალოდ b და c ხარისხები მრავლდება ერთმანეთზე. ან შემიძლია პირიქით ვთქვა. თუ მე მაქვს a ხარისხად b ჯერ c, შემიძლია ეს გადავწერო როგორც a ჯერ, კი არა, a ხარისხად b ხარისხად c. ამიტომ მოდი ახლა აი ამ შემთხვევაში, აი ამ ხარისხს ორი რაღაცის ნამრავლი რომ მაქვს, გადავწერ ზუსტად ასე. ანუ ავდგები და აი ამას, აი ამ გამოსახულებას, აი ესე შევცვლი. ქვემოთ მექნება 2 ხარისხად 10, მოიცა? არ მინდა ესეც რაღაც შევცვლო. ან იყოს კარგი. 2 ხარისხად 10 ხარისხად t-1. ხარისხად t-1. და ამ კოეფიციენტს გადმოვწერ ისევ ისე, ეს იქნება 1/32 გამრავლებული ამაზე. კი ბატონო, აი აქამდე მოვედით. ახლა t-1-ს მივახციეთ. გვაქვს რაღაცა რიცხვი გამრავლებული, კი არა, რაღაცა რიცხვი ხარისხად t-1, როგორც აი ეგ გვინდოდა b ხარისხად t-1. ახლა შემდეგი ნაბიჯი რაც არის რომ -1 უნდა დავუმატოთ ხარისხში როგორღაც. ისე და ისე პირველი რაც მოდის თავში არის ის რომ უბრალოდ გამოვაკლოთ 1 და მერე დავუმატოთ 1. ამიტომ გვექნება -1 და შემდეგ +1. კარგი, ახლა მე მინდა მხოლოდ -1, ამიტომ ეს +1 რაღაცნაირად უნდა მოვაშორო. და მოდი ესეთ რამეს გავიხსენებ კიდევ ერთ თვისებას, რომ თუ მე მაქვს a ხარისხად b გამრავლებული a ხარისხად c-ზე, ეს არის იგივე რაც a ხარისხად b-ს + c. ან პირიქით, თუ მაქვს a ხარისხად b-ს + c, შემიძლია გადავწერო როგორც a ხარისხად b ჯერ a ხარისხად c. ახლა ამ შემთხვევაში b-ს წარმოვიდგინოთ t-1-ს -1 და c-ს წარმოვიდგინოთ 1. ანუ მე შემიძლია აი ეს გამოსახულება გავშალო 2 გამოსახულების ნამრავლად, სადაც ფუძე იქნება 2 ხარისხად 10 და ერთი ხარისხი იქნება t-1 -1 და მეორე ხარისხი იქნება +1. ამიტომ რა გამომივა მე? საბოლოოდ, მოდი ამას ესე გავსვამ ხაზს. საბოლოოდ გამომივა 1/32. შემდეგ ეს იქნება, მოდი ბარემ დავწერე 2 ხარისხად 10 რასაც უდრის. 2 ხარისხად 10 არის 1024. გამრავლებული 1024 ხარისხად t-1 -1-ზე და ეს კიდევ გამრავლებული 1024-ზე, იმიტომ რომ +1 ხარისხი გვაქვს უბრალოდ. ანუ 2 ხარისხად 10 ხარისხად 1-ზე, რაც არის 2 ხარისხად 10. ანუ 1024. აი ესე. ეხლა შეგვიძლია უბრალოდ გავალამაზოთ, გადმოვწეროთ ცოტა უკეთესი სახით, ანუ გვექნება 1024 შეფარდებული 32-თან, ეს გამრავლებული 1024 ხარისხად t-1 -1-ზე. ეხლა მოდი ეს გავამარტივოთ. 1024 არის იგივე რაც 2 ხარისხად 20 არა 2 ხარისხად 10, 32 არის იგივე რაც 2 ხარისხად 5, 2 ხარისხად 10 გაყოფილი 2 ხარისხად 5-ზე რა იქნება? მოდი კიდევ ერთი თვისება დავწეროთ უცებ. a ხარისხად
b გაყოფილი a ხარისხად c-ზე, ეს არის იგივე რაც a ხარისხად b გამრავლებული a ხარისხად minus c-ზე, ანუ a ხარისხად b minus c. ამიტომ ეს იქნება უბრალოდ 2 ხარისხად 10-5, ანუ 2 ხარისხად 5. და შესაბამისად საბოლოო პასუხი იქნება 2 ხარისხად 5 გამრავლებული 10-ის, კი არა, 1024 ხარისხად t მეათეც minus 1-ზე. აი ესე. ან შემიძლია 2 ხარისხად 5 გადავწერო როგორც 32 გამრავლებული 1024 ხარისხად t მეათეც minus 1-ზე.